Იუსტიციის სამინისტროს ახალი საპილოტო პროგრამა უკვე შერჩეულია 12 წარმატებული ადამიანი, რომლებიც რთულ მოზარდებს ყურადღებას მიაქცევენ. პროექტში უფროსი მეგობრის მონაწილეები ვალდებულნი არიან კანონთან პრობლემების მქონე ბავშვებზე 1 წლის განმავლობაში იზრუნონ. მათ ტრენინგს კი ამერიკელი ექსპერტები ჩაუტარებენ. 17 წლის გიორგი ერთ-ერთია იმ 12-დან, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ახალ საპილოტო პროგრამაში ჩაერთვებიან. თბილისის პროკურატურის ინიციატივით არასრულწლოვნებს, რომლებსაც კანონთან პრობლემები აქვთ, უფროსი მეგობარი დაენიშნებათ, რომელიც მოზარდებს სწორი გზის არჩევაში დაეხმარებათ. დამეხმარება ეს ადამიანი, რომ ცხოვრების გზაზე უფრო უკეთესად დამაყენოს და ამ ადამიანს გამოვლილი აქვს. ეს ჩემი დრო. უფროსი მეგობარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი თავის საქმეში წარმატებული ადამიანი. ის მოზარდს რჩევებს მისცემს და ვალდებული იქნება მასთან ერთად დროს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზეც გაატაროს. უფროსი მეგობრობის მსურველებს ტრენინგებს ამერიკიდან ჩამოსული ექსპერტები უტარებენ. კოლორადო შტატში მსგავსი პროგრამა უკვე 30 წელია წარმატებით მუშაობს. ჩვენთან ამ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოზარდებს შორის დანაშაული შემცირდება და პრობლემების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია შეუწყობს ხელს. წარმატებულ ადამიანებს შორის არიან ცნობილი სახეებიც. პროექტში მომღერალი ლელა წურწუმია უკვე ჩაერთო. ბევრი სამუშაოა, მართალი გითხრათ, ახლა კონკრეტულად ის რომ დავუშვათ თეატრში წაიყვან თუ დავუშვათ სადმე წაიყვან და 5-10 წუთს ერთად დაუთმობ, ფიქრობ უფრო მეტად ესე ვთქვათ სერიოზულად სამუშაო არის ამ ადამიანებთან. ფიქრობ რომ უნდა დავაინტერესოთ ეს ახალგაზრდები. შეიძლება რაღაცა ხელობა ისწავლონ. არასრულწლოვანსა და უფროს მეგობარს ერთმანეთს პროგრამის თანამშრომლები გააცნობენ. უფროსი მეგობარი ვალდებულია ბავშვზე 1 წლის განმავლობაში იზრუნოს. პროკურატურაში ფიქრობენ, რომ ეს პროექტი მოზარდებს შორის ძალადობის ფაქტებს შეამცირებს. ჩვენი მიზანია, რომ ამ ბავშვმა დაინახოს, რომ თუ ის კარგად იმეცადინებს, სოციალურ აქტივობებში ჩაერთვება, სპორტს მიხედავს, მაშინ ის ნამდვილად წარმატებული ადამიანი დადგება. ჩვენ გავაწყვეტეთ, რომ აქტიურად გავაფართოვოთ და ჩავებათ ამ პროექტში. ეს არის ჩემი უფროსი მეგობარის პროექტი, ძალიან სოციალური და საზოგადოებრივი პროექტი და ჩვენ თავიდანვე გვინდა კანონთან პრობლემის მქონე, კანონთან კონფლიქტში ყოფი არასრულწლოვანი იყოს დაახლოებული წარმატებულ ადამიანთან. პროექტი, რომელიც გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში განხორციელდება. სავარაუდოდ მომავალი წლიდან კი პროგრამაში რეგიონებიც ჩაერთვებიან.